აღარ არის და სამწუხაროა, როდესაც ბიბლიაში ფურცლები დაწეპებულია. რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ კარგად უვლი ბიბლიას. არამედ იმას, რომ არ ვიცი, გახსოვს კი როდის გადაფურცლებულოს. როგორა საქმეები? დღეს ვიფასებო ნათლისღებას აღნიშნავენ და უბრალოდ 2-3 სიტყვით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის რაღაც ვინმე საკუთრება და საკუთარი დღესასწაული და ბევრს გონია, რომ ეს ქრისტიანული დღესასწაულია. როდესაც ღმერთმა ებრაელი ერი გამოიყვანა და შემდეგ გახსნა ზღვა სასწაულებრივად, ეს იყო წინასახე, პროტოტიპი ნათლობისა და ამან გვაჩვენა კარგად, რომ ნათლობა კი არ შველის ადამიანს, იმიტომ რომ ამ ზე სასწაულის შემდეგ, რომელიც იყო დაგვირგვინება ყველა დანარჩენი სასწაულისა, ხალხი მაინც ტრდვინავდა, წუწუნებდა, იყო უკმაყოფილო და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ვერ შევიდა აღთქმო მიწაზე. გესმით? ძალიან ბევრს ნათლობა გონია, რომ თუ მოინათლე, ესე იგი ქრისტიანი ხარ. ნათლობაზე უფალმა კონკრეტულად გვიბრძანა, რომ ჯერ უნდა ირწმუნო და მერე მოინათლო. და თუ არ ირწმუნებ, ეს ნათლობა არაფერი არ არის, უბრალოდ დასველება, როგორც ახალი აღთქმა გვასწავლეს. ამენ? და მისი მთავარი არსი არის ის, რომ ჩვენ იესოსთან ერთად კვდებით და ნათლობაში ვმარხავთ ჩვენს ძველ მეს, რათა ახალი ხელახლა ზეციდან შობილი ადამიანი, როგორც ქრისტიანი და მისი მიმდევარი გახდეს ნამდვილი ქრისტიანი. ნათლობით ჩვენ უფალს კეთილის სინდისით ვპირდებით, რომ მას გავყვებით, მას მოვემსახურებით და ვიქნებით მისთვის დასაყრდენის ვიფასებო. ამენ. ამიტომ ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს, ჰალელუია, თუ ვინმე არის მოსანათლავი ჩვენს ეკლესიაში, რა თქმა უნდა. ეხლა არა ამ სიცივეში, იმიტომ რომ ამაში არანაირი ვალდებულება და აუცილებლობა არ არის. როცა დათმება, მაშინ შეიძლება რომ მოვინათლოთ ვიფასებო. თუ ძალიან მოგინდება და უფალმა გითხრა, მაშინ მაგის პრობლემაც არ არის. შეიძლება რომ შევიდეთ. ჰალელუია. მაგრამ თავარი რა არის, რომ იცით, რუსულად ნათლობა, თითქოს და ერთი და იგივე სიტყვით აღინიშნება კრისტიცა და ძალიან ბევრს გონია, რომ პირჯვრის გადაწერა არის აუცილებელი ატრიბუტიკა ქრისტიანის ვიფასებო, მაგრამ იქ პირჯვრის გადაწერას არ გულისხმობს უფალი. იქ არის, რომ უნდა დამარხო შენი ძველი კაცი. ამიტომ ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, მაგრამ მოდით, რადგან უფალი ეძებს ისეთ კატეგორიას ხალხის, ვინც იმას აღასრულებს, რაც უფალს უნდა და ვიყოთ უფლის ნების აღსრულებელნი. ამენ. ამიტომ გაკურთხებთ, ჰალელუია, უფალში მონათლულებო და გისურვებთ, რომ თქვენი სინდისი ყოველთვის იყოს სუფთა, უმციკლო უფლის წინაშე და მიყვებოდეს მას. ქება უფალს ადამიანმა გაათვითცნობიერა თუ რას ნიშნავს ღმერთზე გაყოლა და კარგია რომ ეს მოახერხა, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა სასწაულებრივად ადამიანის ვიფასებო, რომ მას ჰქონდეს თავისუფალი უნარი აბსოლუტურად. ღმერთმა საოცარი თვისება ჩადო ადამიანში, რომელსაც ქვია სურვილი და დღეს სურვილზე ვიქადაგებ, იმიტომ რომ ნება და არჩევანი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული სურვილთან. ნება და არჩევანი. ის ესე ვთქვათ, ხელს უჭერს სურვილს. სურვილი აბავალსებს ვიფასებო შემთხვევითობას და ძალდატანებას. იმიტომ ძალიან ბევრი დღეს ამბობს, რომ რაღაც მოხდება, რაღაცას ჩაიდენს და ამბობს, რომ ეს შემთხვევით მომივიდა, ან შემთხვევითობა, ან კიდე დამაძალეს, იძულებული გამხადეს, დათმობაზე წამიყვანეს და ასე შემდეგ, მაგრამ სურვილი, ესე ვთქვათ,
აწონასწორებს მას. შენ ღმერთის ხატად შექმნილი სული ხარ. ამენ და ცხოვრობ მიწის მტვერისგან შექმნილ სხეულში. ადამიანი მეტი არაფერი არ არის. სამშვიდობელი არის ის, ესე ვთქვათ, რაც სთავაზობს ადამიანს სურვილს და ძირითადად ბევრი არის მასზე დამოკიდებული. შენს სამებას გააჩნია სურვილი, ანუ სულს, შვინვას და სხეულსაც. სხეულის სურვილია სულის საწინააღმდეგო. სხეული მუდმივად ეწინააღმდეგება სულს. სულის სურვილია, რა თქმა უნდა, ხორცის საწინააღმდეგო და ისინი სამყაროს სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ძვირფასებო. გამუდმებით ვიდრე ადამიანი ითვლება, რომ ის არის ცოცხალი. ხორციელი ბუნება არის ცოდვის მემკვიდრეობისგან მიღებული. სულიერი არის ხელახლა შობით. ამიტომ ხორციელი სურვილი არის ბოროტი, ხოლო სულიერი სურვილი არის წმინდა. ამ ქიშპობის შედეგად შენ ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა. ხომ არის არა პავლე მოციქულის გვეუბნება, მაგრამ ალბათ გითქვამს ხშირად, რომ რაც მინდა იმას ვერ ვაკეთებ და რაც არა, კი, იმიტომ რომ ყოველთვის გინდა რომ იკითხო ბიბლია, ეგრეა. ყოველთვის გინდა რომ ილოცო, ყოველთვის გინდა რომ იყო აქტიური მიმდევარი უფლის, იყო ეკლესიური, იყო მისინების აღსრულებელი, მაგრამ რატომ არ კეთდება? ვერ კეთდება. სწორედ აი ამ ომის გამო, რომელშიც გამარჯვება უნდა მოიპოვოს სულმა, სულის სურვილმა. და როდესაც ვერ აკეთებ, ყოველ ჯერზე ეს არის იმისი დასტური, რომ ხორცმა გაიმარჯვა, ხორცის სურვილმა. და ის ვერ გაიმარჯვებს, თუ შენ არ მისცემ ამის უფლებას. შენ აძლევ და იმიტომ ხარ დამარცხებული. შენ მისცემ და იმიტომ გაიმარჯვებ. სურვილის ასრულებას. ხორცის სურვილი არის ერთგვარი, რო წარმოვიდგენოთ ძვირფასებო თარო. ხორცის სურვილს გააჩნია ესე ვთქვათ თარო მეტაფორულად, სადაც მოთავსებულია შენი ცოდვილი მეობა, მისდამი მსახურება, ხორცის სურვილების ასრულება. აი თაროზე რო რაღაცებს ავადებ ხოლმე. აი მიყავ ხარ იქ ხორცის სურვილებს, რომ გააკეთო ის, რაც უნდა შენს ხორცს, შენს გრძნობებს. სულის სურვილის თაროზეა ღმერთისა და მის ღმერთსა და მის სამართლიანობაზე მომსახურება. ხორცის სურვილის თაროზე არის ხორცზე მომსახურება, სულის შესაბამისად ღმერთზე. სურვილი აქვს ეშმაკსაც. მისი სურვილია ძვირფასებო, რომ ჯოჯოხეთში გაიყოლოს ყველა მიმდევარი ქრისტეზე. მისი სურვილია, რომ შენ შეიყვარო წუთისოფელი. მისი სურვილია ხორცის გულის თქმა, თვალთა გულის თქმა, ამაოდიდება. ხორცის სურვილია ერთგვარი გაუმარცხრობა. ესეთი ტერმინიც არის, სიტყვა, ღორმუცელობა, უფრო მეტი, კიდე მინდა. ვერ კმაყოფილდება. მოდით ნახოთ ერთი საინტერესო ილუსტრაცია. ნახეთ, ამისი სურვილია პირველის, რომ ველოსიპედი ყავდეს. იმისი მანქანა. ვისაც მანქანა ყავს, ის სურვილით იწვის, რომ გემიყავდეს, თვითმფრინავი და ასე შემდეგ, იცით, მე კოსმოსის რაკეტაც რო ყავდეს ალბათ. აი სად შეუძლია სურვილს წაიყვანოს ადამიანი და ამ რბევაში, ამ დევნაში, ამ ბრძოლაში, აი ამ დისტანციაზე მარცხდება ყველა სამწუხაროდ. ეს მე მრავალი ცდუნდება და იღუპება. ამიტომ კარგად უნდა გადავხედოთ. ამიტომ რომ ღმერთმა უკეთ იცის დრო, ვადები, ამენ, და ის თუ რისი
აწევა შეგვიძლია, რისის ზიდვა შეგვიძლია და როდის. უნდა ვიყო ძალიან ფრთხილი ამასთან დაკავშირებით. ეშმაკის სურვილია, რომ არ შეასრულო ბიბლია და იყო მამონას მონა. გესმით? ეშმაკის სურვილია, რომ გამოსცადო უფალი. ეშმაკის სურვილია, რომ ეთაყვანო მას, რათა მოგცეს ყველაფერი. მან ეს იესოს უთხრა, თუ მეთაყვანები, რასაც ხედავ ყველაფერს მოგცემ. რა საინტერესოა რა? საიდან აქვს ეშმაკს ეს ყველაფერი? რატომ უწოდეს ამ წუთისოფლის ღმერთი ეშმაკს? ამიტომ ძალიან ბევრს ეშინია და უფრო მას ელოდება ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლას. ამიტომ უფალი ლაპარაკობს ბიბლიაში ამაზე ძვირფასებო. ეშმაკი ღმერთად ამ წუთისოფლის ღმერთად ისევ იმან გახადა, ვინც მას ეთაყვანება. გესმით? საიდან ეშმაკს ყველაფერი? ვინც მისცა, იქედან აქვს ეშმაკს ყველაფერი. იმიტომ რომ თუ ღმერთს არ აძლევ, ყველაფერი მიდის იქ. თითქმის. ამენ? ამიტომ მისი სურვილია და ალბათ გახსოვთ ხო იესოს გამოცდაც. იქ ვლინდება ყველაფერი რაც ჩამოგითვალეთ. იესომ რა უპასუხა? დაწერილია რომ არ გამოსცადო, დაწერილია რომ არა პურით მხოლოდ ცოცხლობს კაცი და დაწერილია მხოლოდ ღმერთს ეთაყვანე. გესმით? არა მხოლოდ მატერიალიზმით, იმიტომ რომ ეშმაკის სურვილია რომ ამაზე ფიქრობდეს ადამიანი, გამდიდრებაზე. მოემატა რაღაც, მეტი უნდა უკვე აღარ ყოფნის. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ძვირფასებო, თუ რა არის სურვილი ეშმაკის, რა არის ღმერთის სურვილი და ვის სურვილს ვექვემდებარები. ამიტომ რომ ჩემი სურვილი ასრულებს ან ღმერთის სურვილს, ან ეშმაკის. მესამე არ არსებობს. მისი სურვილია რომ განთავისუფლდე იესოს უღლისგან. იმიტომ რომ იესო თქვა, მე განთავისუფლე, მაგრამ არ დარჩე თავისუფალი. იმიტომ რომ ისე უტყვევდება ადამიანი და უფრო მძიმე უღელში უტევს ყოფნა. რომ იყო თავისუფალი, რომ იყო თავისუფალი ღმერთის ნებისგან. ეშმაკის სურვილია რომ განთავისუფლდე უფლის დისციპლინისგან, უფლის სწავლებისგან, უფლის წვრთნისგან, უფლის დასჯისგან, უფლის დარიგებისგან და ასე შემდეგ. და ნელ-ნელა შევიდეთ ახლა პროცესში ძვირფასებო. ვის სურვილს ასრულებ და მოსწონს შენს მეს. ეშმაკის სურვილია რომ იყო თავაშვებული, თავნება. თავაშვებულობა ფლანგავს ყველაფერს, რასაც უფალი აძლევს ადამიანს, აძლევს საშუალებას რომ კონდეს, რათა გამოავლინოს ერთგულება ძვირფასებო. ღმერთის აბსოლუტური პრინციპია, რომ აღმოჩნდე ერთგული მცირედში, ის მცირედიდან იწყებს, რომ მოგიმატოს. ამენ? მცირედში ერთგული აუცილებლად იქნება დიდშიც ერთგული. და ვიდრე ჩააბარებს ადამიანი ამ გამოცდას ერთგულების, ვერ ელოდება, არ ელოდება და ნახეთ, ეშმაკი ეუბნება შეიძლება კიდევ მეტი გქონდეს, დრო არ გაფლანგო, არა და არ გაქვს ჩაბარებული ერთგულებაზე, მცირედში ერთგულებაზე გამოცდა. იგავის მე-18 თავში არის საოცარი განმარტება ძვირფასებო ამისი, ნახეთ, პირველი მუხლი. თავნება კაცი თავის სურვილებს მიჰყვება და ყოველგვარ სახაზს ეწინააღმდეგება. ვინ მიჰყვება თავის სურვილს? თავნება ადამიანი. თავაშვებული ადამიანი, რომლის თავი არ არის უღელში ღმერთის, ნების, სურვილის. ამენ?
თავისუფლება მოსწონს. მაგრამ სწორედ თავისუფლება არის დამღუპველი, მეგობრებო. ჰალელუია. სურვილი სიჯიუტის, სურვილი სიზარმაცის, სურვილი შეცოდების ვის გაახარებს? უფალს თუ ეშმაკს? მეგობრებო, სურვილი სიჯიუტის, შენ რო ჯიუტობ, ვის უხარია ეს? შენ რო ზარმაცობ, ვის უხარია? რომ სწოდავ, ვინ იქნება გახარებული, ვინ მიესალმება ამას? ვის ახარებ? მიაქცია ყურადღება. ღმერთს აქვს სურვილი ძვირფასებო და მადლობა უფალს ამისთვის. ამენ. და არის განსხვავება მის სურვილსა და ყველა დანარჩენის სურვილს შორის. ნაწილობრივ ჩამოვთვალე სურვილები. თუ ვის გააჩნია, ვიცით რომ ყველას და ყველაფერს გააჩნია სურვილი. არ ვსაუბრობ პირუტყვზე, მისი სურვილია რომ იყოს აბებინებულ ველზე, ჭამოს მწვანე ბალახი, გადალახოს საზღვრები, შეიპაროს ზღვის ბოსტანში და ასე შემდეგ. ამენ. მუდმივად ჩიტი, ესო გვეუბნება ჩიტებს შეხედე, მისი სურვილი რა არის? სულ კენკოს რაღაც. ჰალელუია. ამენ. ქათმის სურვილი არ არის კვერცხი დადოს, ეს შენი სურვილია. ქათმის სურვილია რომ ჭამოს. ჰალელუია. ამენ. ამიტომ შენი სურვილიც უნდა იყოს რომ ჭამო ის ქათამი. დიდება უფალს. შენი სურვილი უნდა იყოს. ძროხა სულ არ სიამოვნებს. მაგრამ შენი სურვილია რომ გამოიყენო ის და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით ახლა გადავერთოთ ძირითადზე. ლეიტმოტივი დღევანდელი ქადაგების. ღმერთის სურვილი რა არის? ღმერთის ყველა სურვილი. აქვს ღმერთს სურვილი. დიახ. და ჩვენ ვნახავთ ამ ადგილებს ვირფასებო, მაგრამ მოდით აი ამ შედარებით დავიწყოთ. შენი ყველა სურვილი სრულდება? ვერა ან არა? ეშმაკის? ვერა. თუ არ მისცემ საშუალებას ვერც ერთი სურვილი შენზე, ეშმაკის, არ შესრულდება, ვერ შესრულდება. მაგრამ, თქვი ომახიარად მაგრამ არ არსებობს სურვილი, რომელიც აქვს ღმერთს და არ შესრულდეს. ის ყოველთვის სრულდება და ვერავინ, ვერაფერი, ვერანაირი გარემოება ვერ შეაჩერებს ღმერთის სურვილს. ვერანაირი კრიზისი ქვეყანაში ვერ შეასრულებს ღმერთის სურვილს. შეაჩერებს. ვერანაირი დევალვაცია და ფუჭდება ეს ფული სულ ვერ შეაჩერებს ღმერთის სურვილს. ღმერთი რასაც ისურვებს, ის ფაქტიურად უკვე შესრულებულია. ამენ. ღმერთის ყველა სურვილი აღსრულებულია და თუ იქნები ღმერთის ნებაში, ავტომატურად ყველაფერი აღსრულდება შენ ცხოვრებაში. ამენ. უნდა ისწავლო მოთმინება და ლოდინი. დიდება უფალს. ღმერთის სურვილი არის სასარგებლო და სასიკეთო ჩვენთვის. შეიძლება შენ რაღაცები არ მოგწონს და ის რაც ჩამოვთვალეთ, რაც ძალიან არ ესე ვთქვათ ეხატება გულზე ეშმაკს. მაგრამ შენთვის სასარგებლოა დარიგება ჭურის. შენთვის სასარგებლოა დასჯა, წრთნა და ასე შემდეგ, იმიტომ ეს ღმერთის სურვილია. მოდით ნახოთ ესაიას 46 თავში. კარგი ადგილია და დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა, ვამბობ, ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ. ჰალელუია. ესეთ ჩვენ ისეც უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთს ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერაფერი, მაგრამ ძვირფასებო ნახეთ, კონკრეტულად გვეუბნება უფალი და გვახსენებს, რომ ყოველი მისი სურვილი ასრულდება. ამენ. აღსრულდება მისი განზრახვები.
მისი ნება შეუჩერებელია და ეს ყველაფერი არის ჩვენთვის ძალიან სასიკეთო. ამენ? ამიტომ ნახეთ, დავიჭიროთ ეს მომენტი, რომ ადამიანი ასრულებს ან ეშმაკის, ან ღმერთის სურვილს თავისივე სურვილით. შენივე სურვილით ასრულებ სურვილს. ამენ? მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ძალდატანება, ხათრი, შემთხვევითობა აქ არის აბსოლუტურად გამორიცხული. შენი სურვილით გაქვს სურვილი. რა თქმა უნდა, ხო არ დაეჭვდით? გაქვს სურვილი. ჰალელუია. შენი სურვილი დასრულებ. ან ერთის ან მეორეს სურვილს. თავისუფლება არ არის იმისთვის, რომ დაგატყვევოს შენმა სურვილებმა. ამენ? თავისუფლება იმისთვის არ მოგეცა, რომ გახდე შენივე სურვილის ტყვე. პირიქით, თავისუფლება არის იმისთვის, რომ ემორჩილებოდე ღმერთს და ასრულებდე მის ნებას. თავისუფლება მოგცა უფალმა არა იმისთვის, რომ გახდე ტყვე შენი სურვილის, არამედ იმისთვის, რომ ემორჩილებოდე ღმერთის ნებას და ასრულებდე მის სურვილებს. ნახეთ, თავისუფალი იყო პირველივე დღიდან ადამიანი, ადამი და ევა და დღემდე თავისუფალია ადამიანი. მაგრამ ნახოთ, ვიფასებოთ თუ რა მოუტანა სურვილმა ადამს და ევას. ძალით აჭამა ეშმაკმა აკრძალული ხილი? იცით, მუდმივად იქნება, მე მგონი რომელი ფსიქოლოგი იყო, არ მახსოვს, მას აქვს ნათქვამი, რომ მუდმივ ჭიდილშია ერთმანეთთან სურვილი და აკრძალვები. გესმით? მუდმივად მიდის ბრძოლა სურვილსა და აკრძალვას შორის. აკრძალული ხილი გემრიელიაო, ხო? გამონათქვამია ესეთი. ამიტომ რა მოუტანა კაენს სურვილმა? ეშმაკმა მოკლა აბელი? ან ღმერთმა? ღმერთის სურვილი იყო აბელის სიკვდილი? არა, ესე იგი მან არ აღასრულა ღმერთის სურვილი. იყო ეშმაკის სურვილი აბელის სიკვდილი. მაგრამ ვის სურვილს მოყვა? გესმით? მისივე ძმის. რა მოუტანა ნოეს, მეზობლებს, ახლობებს, მოყურებს, კეთილებს, მათმა სურვილმა წარღვნის წყალში დახრჩობა. გესმით? სურვილი დღეს წუთისოფლის და გვაქვს ხილებს უფალი ძვირფასებო, რას მოუტანს? და თუ ჩვენ აქ მყოფნი არ შევცვლით ჩვენ სურვილებს, არ გვაქვს გარანტია და უფალი არ გვეუბნება ამას. რა მოუტანა ახაბს და მის მეუღლეს იეზებელს მათმა სურვილმა? რა მოუტანა ანანიას და საფირას მათმა სურვილმა? გებულობთ ძვირფასებო. კიდევ და კიდევ უამრავის სურვილი როგორ დამთავრდა? ბენჟამინ ფრანკლის აქვს ნათქვამი, რომ უფრო ადვილია ჩაახშო პირველი სურვილი, ვიდრე ყველა დანარჩენი, რომელიც მას მოყვება. ყოველი შემდგომი სურვილის ჩახშობა და შეჩერება ძნელია თუ პირველს არ, ესე იგი მოუგრიხავ კისერს. ჩაგითრევს და მერე, აი ცოტათი, ნელ-ნელა, ხო იცით დომინოს პრინციპი. ძვირფასებო, სურვილი არის უჩინარი. სურვილს ვერ აჩვენებ ვინმეს, ვიდრე არ იწყება მოქმედება. ადამიანი დაინახავს, რასაც ხედავს
როდესაც ხდება ოპერაცია ადამიანის შინაგანი, ესე ვთქვათ, ორგანოების, იხსნება და ხდება ხილული, მაგრამ რაც არ უნდა გახსნა და ჩახვიდე, სადაც არ გინდა იქ მიხვიდე, როგორი თვალითაც სურვილს ვერ დაინახავ. ის უჩინარია, სურვილი არ ჩანს. მაგრამ მას ფრთები ესხმება, როდესაც იწყებ მოქმედებას. მოქმედება აჩვენებს ვის სურვილს ასრულებს შენი სურვილი. ამენ. სურვილსა და რეალიზაციას შორის შემაკავშირებელი არის ან ეჭვი, ან წმენა. სურვილი აღსრულება და იკვეთება სწორედ, რომ ვისგან ყოფილა და საიდან მოდის ის. იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც არასწორ რაღაცას აკეთებს, ისიც მოქმედება, რომელიც დაწყებულია სურვილიდან. უფლის გარდა არავინ არ იცის შენი სურვილი. რადგანაც სურვილი უხილავია და უჩინარი. შეიძლება ყველას დაუმალო შენი სურვილი, ერთს ამბობდე და მეორეს აკეთებდე, ამენ, იყო ნიღბით, ვიდრე გამოგდის, ან ვიდრე გიტარებენ, მაგრამ უფალმა იცის ყველა შენი სურვილი, 38 ფსალმონი. უფალო შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხრაც არაა დაფარული შენსგან. ეს ვეფასებო. რა დღეშია შენი სურვილი? ადამიანს სახეზე ეტყობა, თუ უხარია, ესე იგი კარგი სურვილი აქვს, მაგრამ სურვას რომელსაც ოხრაც მოყვება. რატომ? ესე იგი არ არის ღმერთის ნება, რაღაცნაირად გრძნობს, რომ ეს ღმერთის ნება არ არის. ხო გრძნობ რა, არ არის ღმერთის ნება. ალო, გრძნობ რა არ არის ღმერთის ნება. ხვდები რა არ არის ღმერთის ნება. ამიტომ აუცილებლად ოხრა მოყვება იმ სურვილს, რომელიც იძულებულია სინდისის კენჯნის მეშვეობით, რომ სახე მოგეხუჟოს, წარბები მიგეწეპოს, განრისხდე, შეიძლება გაბოროტდე და ასე შემდეგ. ამიტომ უფალმა ყველა შენი სურვილი იცის. უფალმა იცის აბსოლუტურად ყველანაირი შენი სურვილი. მისთვის ცნობილია თუ რა სურვილს ამოიოხრავ. ამას სურვილიც ამოყვა. გესმით? შეიძლება სურვილი იმისი, რომ გინდა თქვათ უკეთ იყო და ვერ ხარ. ჩვენ ღეროდით ხო დილით ვიფასებო, რომ ყოველი ჩემი ამოსუნ თქვა შენ გადიდებსო. ამენ. იყო შენი სურვილი ღმერთის განდიდება დღეს. თუ რადგანაც განდიდება, მოდი წამოვდგეთ ახლა და. ნუ კია არასაციამონო შემოთავაზება, რომ ავდგეთ, იმიტომ რომ ამას ჯობია დასხედით. ჰალელუია. ამენ. ღმერთმა იცის ყველანაირი სურვილი, იმიტომ რომ იცი მალავს ადამიანი, მაგრამ ოხრა გასცემს. და შეუძლებელია რომ არ ამოიოხრო თუ არასწორი სურვილი გაქვს. სურვილს დამალავ, იმიტომ რომ ის უჩინარია, მაგრამ ოხრა არ არის უჩინარი. ვიდრე გახმოვანდება სახეზე გეტყობა, თუ როგორი სურვილი გაქვს. ამენ. როცა შენიშვნას გაძლევენ, როგორი რა მდგომარეობაში ვარდება შენი სურვილი. როცა მოგიწოდებენ იმისკენ, რაც შენს ხორცს არ უნდა. ჰალელუია, მოდის თუ ოხრა. და ასე შემდეგ. ფრთხილად იყავი. კიდე უფალმა აგისრულოს გულის სურვილი. გინდა? ნუ ესე ამბობენ ხოლმე, ნუ შეიძლება ერთგვარი ის არის, არ ვიცი, ლოცვა თუ წყევლა თუ ორივე ერთად, მისი სინქრონი.
რომ მისი გულის მიხედვით ახაროს ღმერთმა. გახსოვთ? სხვადასხვა საკუთხეში სხვადასხვანაირად არის ეს. გინდა შენი გულის სურვილი აგისრულოს. ჩემთან ხართ? ამ გულში მოყვასისადმი ცოტა სხვანაირი დაკლაკნილი სურვილები სხვა რა გაქვს. მაშინ ამ სურვილისამებრ რა გისრულებს ღმერთი, რასაც შენ სხვას უსურვებ. რასაც დათესავ, იმას მოერგი, დღეს წაიკითხეთ ბიბლია. კი, გრაფიკში ხართ მოთავსებული. არის თქვენი სურვილი რომ გრაფიკში იყოთ. იცი რატო არ ახართ? სურვილი არ აქვს. და ვისი სურვილია რომ არ ხარ გრაფიკში? მოდი ვნახოთ რა კარგი ადგილია ძვირფასებო. დღევანდელი ფსალმუნიდან, არ ვიცი როგორ კითხულობდით ამას და როგორ ხდებოდით. ვიხიჟინებთ. შენი გამარჯვებით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრთხილებ. ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა. ყველა შენი სურვილი შეგისრულოს უფალმა. სხვა თარგმანი ამბობს. ამენ. ყველა შენი სურვილი მოგცეს. მე მგონი მეორე მუხლი უფრო მათხოვე. ახლა ვიგაჩვენებთ ზედა მუხლი არის ეს არასწორად არის. 20-ის მე-4-ში წერია ძვირფასებო ამ ახალ ვერსიაში რომ შენი გულის სურვილისამებრ მოგექცეს და აღისრულოს ყოველი შენი განაზრახი. მოდი შევცვალე ეს. დაწერეთ მე-4 მუხლი 20-ის. ეს ძველიდან არის ალბათ მე-4-ში. შენი გულის სურვილისამებრ მოგექცეს და აღისრულოს ყოველი შენი განაზრახი. ამენ. მიაქცევთ ყურადღება. როგორი სურვილიც გაქვს ყველასადმე. იმას მოიმკი შენ თავს. თილად იყავით. ამენ. იმიტომ რომ შენი სურვილისამებრ თუ შენ სუფთად იცხოვრებ, თავისუფალი იქნები. და მომიზღოს უფალმა ჩემი გულის სურვილისამებრ. შეგიძლია თამამად თქვა უფალო მომიზღე ჩემი გულის სურვილისამებრ. იცხოვრე ისე რომ თამამად და გაბედულად აღიარო რომ უფალო ჩემი გულის სურვილისამებრ მომიზღე. ეს შესაძლებელია. ამენ. თქვი უფალო მომიზღე ჩემი გულის სურვილისამებრ. მინდა ვიყო თავისუფალი რომ მომეგოს ჩემი გულის სურვილისამებრ. დიდება ღმერთს. ამენ. გაუფრთხილდი შენს გულს. ჰალელუია. მიატოვე ხორციელი სურვილები. გიდაასრულდეს შენი სურვილები. მიატოვე ხორციელი სურვილები. ხალხის სურვილის მოსმენა და ასრულება. მიატოვე ტრადიციის სურვილების ასრულება. რელიგიის. თუნდაც პოლიტიკის. მიატოვე, იმიტომ რომ ღმერთი ეძებს ისეც ვინც შეძლებს მის სურვილის აღსრულებას. ამენ. საქმეების 13:22. რატომ მაინც და მაინც დავითი? რატომ არა მოსე? აბრაამი? რატომ მაინც და მაინც დავითი იპოვა უფალმა? პოვე დავითი, თეიესესი ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნებასურვილს. მზად ხარ მისი ყველა ნებასურვილი შეასრულო. მაშინ გიპოვის ის, იმიტომ რომ ის ეძებს არა იმას ვინც
არ ვიცი, შეძლებულია, მდიდარი, გავლენიანი, მცოდნე, ძლიერი, ნიჭიერი, არამედ იმას ეძებს უფალი, ვინც მის ყველა, თქვი ყველა ნებასრულს აღასრულებს და ვინც აღასრულებს მის ყველა ნებასრულს, ყველაფერს მიმადლავს და მისცემს. ამენ. ნუ ეძებ რაღაც ეს თქვა რესურს რომ მიხვიდე ღმერთთან. იყავი მზად ყველა მისი ნებასრულის აღასრულებლად და ყველაფერს მოგცემს, აღჭურავს თავისი ნიჭით და ძალით. დიდება უფალს. უთხარი შეზღვერდით გამოდელ იმეს რომ აპოვნინე უფალს თავი. უფლის სურვილია რომ გიპოვოს. აპოვნინე უფალს თავი. ჰალელუია. ისეთი იესო რა თქვა ვიფასებო. ვინც ჩემი მამის ნებას ასრულებს ის არისო ჩემიანი, ჩემი დაც, ჩემი ძმაც და ჩემი დედაც. საქმეების მათეს მე-12 თავში 50 მუხლი. რადგან ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასრულს შეასრულებს ისა ჩემი ძმაც, დაც და დედაც. ასევე უმნიშვნელოვანესია ის რომ ადამიანი რომ მე ეკლესიაში დავდივარ, დიდი ხნის მორწმუნე ვარ. როგორც იესოსთან წარსდგა, ხო? როგორი ესე თქვა პრეტენზიებით. მიყვარს, რჯულს ვასრულებ, მე 1000-ს ვიძლევი, შენი მიმდევარი ვარ. უფალმა რა თქვა? ვინც უფალო მეძახის, ის კი არ შევა სასუფეველში. ვის უნდა სასუფეველში შესვლა? ჰალელუია! არამედ ის, მოდით ნახოთ, შემდეგი ადგილი. ყველა ვინც მეუბნება უფალო, როდი შევაცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს. თუ მამის ნებასურვილს არ ასრულებ, ჩემო კარგო, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა პოზიციაზე მდგომი, რა რესურსების მქონე და შესაძლებლობების, რა უნარებით დაჯილდოებული, რამდენად პატივდებული საზოგადოებაში, ან დამცირებული, ან შეიძლება შეურაცხყოფილი. არ აქვს მნიშვნელობა საქმეები, არაფერი არ არის, ეს ვალდებულებაა ერთგვარი. თუ მამის ნებასურვილს ასრულებ, შეხვალ სასუფეველში. იცით, შენთვის ყველაზე უმთავრესი წადილი უნდა იყოს სასუფეველში შესვლა. ეს თუ იქნება პირველ ადგილზე, დანარჩენი მოგეგება, თუ უფლის ნების ასრულებას დაიწყებ, დანარჩენი მოგეგება, დაანებეს რუნვას თავი. ამენ. ბრძოლას, ომს, გულის გატეხას. დიდება ღმერთს, სასუფეველი ეს დაისახე მიზნად. და ყველაფერს მოგცემს უფალი, რომ რა აზრი აქვს? ყველაფერი რომ შეიძინო, რაც გინდა. მაგრამ სული დაკარგო. არ დაკარგო სული. დღეს ხალხი სულს კარგავს, რომ წუთიერში ყველაფერი მოიპოვოს და იქ არაფერი. აბსოლუტურად. იფიქრე ამაზე. ამენ. თხოვე სული წმინდას. მოდით ნახოთ სპერჯენი რას გვეუბნება ძვირფასებო. თხოვეთ ღმერთს, რომ მისმა სულმა, მადლმოსილმა სულმა ისე გასწავლოთ, რომ ყოველგვარი ლოცვები, რომელიც გამოდის თქვენი ბაგიდან და ყველანაირი სურვილი შენი გულის შეესაბამებოდეს მის წმინდანებას. ამენ. აი რა უნდა იყოს ვიფასებო არსი, რომ მის ნება შეესაბამებოდეს შენი ლოცვაც, შენი გულის სურვილიც და ასე შემდეგ. თუ მის ნებას არ შეესაბამება, არ აქვს აზრი. აბსოლუტურად ვიფასო. ამენ. დაიწყე კითხვა და ლოცვა. ჩარლს ფინეი გვეუბნება მეგობრებო, ასევე საოცარ სიტყვებს, რომ რაც უფრო ნაკლებად ლოცულობ, მით უფრო ხდება
შენი სურვილი ლოცვისადმი სუსტი. ის სუსტება და რაც უფრო გრძელდება, უფრო და უფრო მოკლდება. ხოლო მანძილი მათ შორის, შენ სურვილსა და ლოცვას შორის უფრო და უფრო გრძელდება. რაც უფრო სურვილი გიქრება ლოცვისადმი. აი გულით როდის ილოცე ბოლოს? როდის ესაუბრე შენ სეციერ მამას? არა ფარისეული ლოცვა, შიქარაბარაგაგაია. გინდა შენი შვილი მოვიდეს და აი ესე მოგმართოს რაღაც ოფიციალურად. უბრალოდ სიყვარულით რომ მოვიდეს. ესმე ოკი მოვალ რო გეუბნებოდეს, ეხლა არ მცალია. შენ ყოველთვის გცალია რომ მოусმინო. და რამდენად უფრო დიდია შეიძლება მამის სურვილი. და ლოცვა იმდენად არის ჩარჩოებში მოქცეული, რომ ადამიანი თუ არ ილოცა ესე, შეიძლება მსჯავრდადებული იყოს. რა მანძილია შენ სურვილსა და შესრულებას შორის. და თუ არ დაიწყებ ამას, უფრო და უფრო გაგრძელდება ეს მანძილი. გადავხედოთ ამ ყველაფერს. რწმენა ეს არაა ძვირფასებო ღმერთის მართვა შენი სურვილისამებრ. ხო, მე მწავს რომ რაც მსურს, ის გამიგეთოს ღმერთმა. რწმენა ეს არის ღმერთის ერთგულება მიუხედავად შენი სურვილებისა, იმიტომ რომ არ იყო სურვილი დანიელის ლომებში ჩავარდნა. არ იყო აბრაამის სურვილი რომ ისაკი დაეკლა. ამენ? არ იყო იოსების სურვილი რომ ორმოში ჩაეგდოთ. ჰალელუია! არ იყო. მოდით ნახოთ შედრეხის, მეშახის და აბედნეგოს ილუსტრაცია ძვირფასებო. ვინ ათაყვანა კერპს? ღმერთმა ეს დანარჩენი. ეშმაკმა გააჭიუტა ეს სამი გმირი, რომ მუხლი არ მოეყარა. მათი სურვილი იყო, ყველაფერი ადამიანის სურვილისამებრ ხდება. შენ ვის ეთაყვანები? რატო თქვა ეშმაკმა მეთაყვანე მე და ყველაფერს მოგცე? აი ამ ხალხს უთხრა ეშმაკმა მეთაყვანეთ და სიცოცხლეს მოგცემთ. ამ სამსაც უთხრა, მაგრამ მათ სიცოცხლე არ ჩათვალეს. ღმერთმა ამ სამს უთხრა არ ეთაყვანოთ კერპს, ხოლო მე მეთაყვანეთ და სიცოცხლეს მოგცემთ. და დაიჯერეს. წმენა დაჯერება, უხილავის. ჩვენ მაინც არ გეთაყვანებითო შენ, თუნდაც დავიწყოთ. გესმით? ელემენტარულია. ღმერთთან ურთიერთობით იბადება სურვილი და მოქმედება. ფილიპელებში პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთი გვაძლევს სურვილსაც და მოქმედებას. ღმერთი ბადებს ჩვენში სურვილსაც და მოქმედებას. ჩვენ ეკლესიაში პატარა ბაია დაგვებადა, ძვირფასებო, იცით ხო? აგაგის და ირინას. დღეს უნდა გამოიყვანო. ნახეთ, რას ნიშნავს იბადება, როდესაც ღმერთთან ურთიერთობაში ხარ? რაღაც იბადება. როდესაც ეშმაკთან ურთიერთობაში ხარ, წუთისოფელთან, ტრადიციებთან, რაღაც იბადება. და ქრისტიანები დღეს გახდნენ, იცით? რა პროფესიის? გაინტერესებთ? გენეკოლოგები. ღმერთთან ურთიერთობით რაღაც დაიბადა და უკეთებენ აბორტს. როდესაც ღმერთი შენში ბადებს სურვილს, არ მოკლა. მოკალი არასწორი სურვილი შენში. არ მოუსწრაფო ღმერთისგან სურვილს შენში. ღმერთისგან ურთიერთობით ღმერთთან. სწორედ მაშინ
იბადება ძვირფასობა ჩვენთვის სურვილები. გადახედე ამას რა სურვილი აქვს ღმერთს, როდესაც მოქმედებ, როდესაც რაღაცას აკეთებ. შენს თავს კითხვა დაუსვი, ვის სურვილს ვასრულებ? ამენ. გინდა მოგეხმაროს უფალი. შენს თავს კითხვა დაუსვი, ვის სურვილს ვასრულებ? ჰალელუია. როდესაც ისმე ღმერთის სიტყვას, იქვეა ეს მაგიდა გეუბნება, ამას ნუ უგდებ ხურს. ვის სურვილს ასრულებ? ამენ. როდესაც ამბობ, შემთხვევით რაღაც მოხდა, ვის სურვილს ასრულებ? როდესაც ამბობ, რაღაცა მაიძულეს, დამაძალეს, ვის სურვილს ასრულებ? აწონდაწონე, დადე შენი ცხოვრების სასწორზე, ვის სურვილს ასრულებ? ღმერთის სურვილის ასრულება დასაწყისში არ არის ადვილი, რთულია. შენს გასაძლიერებლად, გასაზრდელად. ამენ. გებმას მოკალი ყოველგვარი ამ ქვეყნიური სურვილები აცოცხლე და ხელი შეუწყე ზეციერ სურვილებს რომ ახსოვდეს შენ ცხოვრებაში და გახდე ინსტრუმენტი ღმერთის ხელში. იყავი ღმერთის პატივის მცემელი 145 ფსალმუნში 19 მუხლი ამბობს ვიფასებო ორიგინალი ამბობს რომ პატივის მცემელი იყავიო. აქ ეს თარგმანი გვეუბნება მოშიში იყავიო. მოშიშ და სურვილს ასრულებს და მათ ღაღადის ისმენს და იხსნის მათ. მის პატივის მცემელთან სურვილს ასრულებს ღმერთი. დღეს ელა ლაპარაკობდა ამაზე. პატივის მცემელი იყავი ღმერთის და შენ სურვილს აღასრულებს. გინდა აღსრულდეს შენი სურვილი, პატივის მცემელი იყავი. არა საქმისთვის გასაკეთებელი რო არის გააკეთო, პატივისცემით შეაზავე. ამენ. რომ ღმერთს უკეთებ და შენთვის პატივია რომ პატივი მიაგო უფალს. ჰალელუია. ყველას აქვს სურვილი ძვირფასებო, რომ შეცვალოსო სამყარო. ლევ ტოლსტოი ამბობს, მაგრამ არავის არ აქვს სურვილი შეცვალოს თავისი თავი. ყველაფერს ცვლიან სურვილი აქვს. მე სურს რომ ეს გავაკეთო, ის გავაკეთო, იმას გავაკეთებ, ამას მივალ, იქა წავალ. შენიდან დაიწყე. შეცვალე შენი თავი, ჩაიდე, უფალს უთხარ ღმერთო, მომეცი სურვილი, რომ ჩემი თავი შევცვალო. ამენ. და რომ შეცვალო შენი თავი, ნუ ელოდები ორ შაბათს. რომ შეცვალო შენი თავი, უბრალოდ ჩაეჭიდე სურვილს, რომ უნდა შეცვალო. ჰალელუია. ჩვენთვის ლოცულობენ ძვირფასებო, რომ შევასრულოთ სურვილები. მეორე თესალონიკელთა 1:11. ნახეთ, რა კარგად ამბობს მოციქული პავლე. ამიტომ გამუდმებით ლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე. ღმერთს აქვს ძალა საგმარისი რომ შენი სურვილი აღასრულოს, თუ ეს სურვილი ღმერთის სურვილია. და ეს სასიკეთოა შენთვის. და ეშმაკს არ აქვს ძალა გატყუებს, შუა გზაზე მიგატოვებს, დაგამარცხებს, დაგღუპავს. შეიძლება მარტო შენ არა, შენს ოჯახს, თავმომავლობას, თუ არასწორ სურვილებს ასრულებ, მიაქცია ამას ყურადღება. ამენ. სწორი სურვილი აღასრულე. ვის რა უნდა და სურს? გამოიკვლიე, ვისგან არის ეს სურვილი შენთან? ღმერთისგან, თუ არ არის მისგან, მაშინ დაანებე თავი. ამენ. ამიტომ გადახედე და იქონიე მოსაწონი სურვილები. ჰალელუია. მოინანიე, მოდით ნახოთ მოსაზრება ძვირფასებო, ძალიან საინტერესო. ჭეშმარიტი მონანიების 4 დამახასიათებელია. პირველი, საკუთარი სიმცდარის გაცნობიერება. მეორე, სურვილი მისი აღიარების, აღიარე რომ ეს არასწორი გზა არის. აღიარე, ხმამაღლა თქვი რომ ეს არასწორია. შემდეგ სურვილი მისი მიტოვების. აივსე სურვილით რომ მიატოვო, ის არ მიგატოვებს.
შენ მიატოვე და შემდეგ სურვილის ზიანის გამოსწორების და დაიწყე გამოსწორება. გინდა სწორი სურვილები გქონდეს და აღარ გქონდეს. რომ გქონდეს სწორი სურვილი, უნდა მიატოვო არასწორი სურვილი. ალო, გინდა სწორი სურვილი გქონდეს, მიატოვე არასწორი. გინდა ღმერთის სურვილებში იყო, მიატოვე სხვა სურვილები. ამენ. გინდა სიწმინდის სურვილი, სულიერი, მიატოვე ხორციელი სურვილები და მოდი დავამთავროთ ძვირფასებო ფილიპელთა 4:6-ე უცნობილესი ტექსტით. რომ არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს. არა წუწუნით. ხო იცით, დარდით მიდიან, ღმერთო იცი შენ ნახე როგორ რა დღეში ვარ. აი თითქოს არ იცოდეს უფალმა რა გჭირს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფალმა გამოუშვა ეს გამოცდა შენ ცხოვრებაზე. და მას სიახლეს ამცნობ, რომ ნახე გახარო უნდა, რა დღეში ვარ. მე უბედური. მადლიერებით აუწყეთო ლოცვასა და ვედრებაში. ამენ. რომ შვიდობა გქონდეს. ეცე პრობლემა რო არის, შვიდობა არ გაუშვა. თუ შვიდობას ჩაიჭიდები, სიხარული არ დაგანებებს თავს და შენთან იქნება. და თუ ასე მოიქცევი, მაშინ უფალი ტყვის გამოვიდა კონტაქტზე და დაიწყებს შენ ცხოვრებაში მოქმედებას, რომ დაიწყო აღსრულება ღმერთის სურვილის იესოს სახელით და ყველა ვისაც უნდა ღმერთის სურვილის აღსრულება შეხვიდა ამენ ჩვენს უფალს.